ისა მე გახლავარ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობთ თამაშს ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000 თოთ მიესალმეთ ლადო გოგოლაძე მადლობა დარბას დღეს ჩვენთან არიან ქართული ცეკვის სტუდია სამანი გესალმოთ აბა ლადო როგორ ხარ კარგად აქ რო ვარ უკვე კარგად ეს ჩვენს მიხარია რომ კარგად ხარ დიდი მადლობა ლადო არის 38 წლის თბილისიდან 39 უკვე კი ბატონო პროფესი ჟურნალისტი ისი ჟურნალისტი და ძირითადად ონლაინ გამოცემებში ვწერდი კარგი ხანია უკვე თითქოს გვერდზე გადავდე მაგრამ როგორც მოარული გამოთქმა არსებობს ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს ალბათ ოდესმე ისევ დაუბრუნდები ჟურნალისტიკას ლადო არის ამჟამად საქართველოს ტაიკვანდოს გენერალური მდივანი კი ბატონო ტაიკვანდო რამდენი ხანია რაც ფედერაციაში ვარ 2018 წლიდან ანუ საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს ფედერაციაში მუშაობის გენერალურად და ვცდილობთ ეს ძალიან მაგარი სამხრეთ კორეული სპორტის სახეობა ოლიმპიური სახეობა რაც თავარია გამოვითაროთ და საქართველოს ბევრი ჩემპიონი ძალიან კარგი ლადო და ჩვენთან სტუდიაში ვისთან ერთად მოვწადეთ სტუდიაში ვარ ჩემ გოგონებთან ერთად ჩემ მეუღლეთ და ჩემი ორი ქალიშვილი მოგესალმებით ლადო მაინტერესებს ჰობი რა გაქვს ჰობი მაქვს ძალიან მიყვარს კითხვა ოჯახთან ერთად ხეტიალი სეირნობა ასე სეირნობა უფრო აი ქუჩაში გამოსვლა ჩვენ ხეტიალი გვიყვარს ხეტიალი კი კარგი ფილმების ყურება და მიყვარს გადაცემების დამონტაჟება ეს რას ნიშნავს გადაცემა მე და ჩემს მეგობარს გვაქვს YouTube-ზე ძალიან კარგი ჩვენ თვლით რომ ძალიან კარგი პოდკასტი მამების დრო სადაც საუბრობთ მამაზე, მამაშვილობაზე, მამის როლზე და ყველაფერზე კარგზე რაც შეეხება მამას და რაც შეეხება შვილებს. აი ამ გადაცემის დამონტაჟება. ძალიან მაგარი აყვავია და საინტერესო. და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გადაცემაში დაგპატიჟებ სტუმრად. აუცილებლად და რომ მოვიგებ ლადო 100,000 რა თქმა უნდა 100,000 მოსაგებად მოვწადეთ და რა თქმა უნდა. რა გვაქვს გეგმაში პირველ რიგში ცესხს გავანულებ ბანკში. აი უკვე წარმომიდგენია რომ ხედავ რომ ეგნული კარგი დასანახია. ჩემ გოგონებთან ერთად წავალ დისნეილენდში, იმიტომ რომ ბავშვების ოცნება დისნეილენდი და მესამე რასაც გავაკეთებ, როგორც გითხარით, გადაცემა გვაქვს, რომელსაც ძალიან მინიმალური ბიუჯეტით ვაკეთებთ და ცოტა უკეთეს კამერებს შევიძენ გადაცემისთვის. საქმესაც მე წარმატებებს გისურვებ. იმისთვის რომ ეს ყველაფერი აისურვოთ, სურვილები სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. ლადო, რომ მოიგო 100,000 ლარი. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000 ლარს. ასევე გაქვს სამი დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბას. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვეტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა. ხოლო თუ არასწორად უპასუხებ, რა თქმა უნდა, მაშინ დავკარგავთ თანხას. გასაგებია ხო? გასაგებია ყველა. მზად ხარ თამაშისთვის. ძალიან კარგი, მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. Ozzy. Judge her for wanting to be female. If that's how she feels, that's how she feels. At the end of the day, that's who she is. You can't stop her from going, well, there's only a man and a woman. I said, but there's not. I said, what about intersex people? What about hermaphrodites? Problebshi. No. Gamoqvabulshi. That's a real thing. ოცნებებში. სწორი პასუხი ამ შემთხვევაში არის წყალში, მაგრამ არსებობენ თევზები, რომლებიც ოცნებებში ცხოვრობენ, მაგალითად ნემო, რომელიც ოცნებებში იყო, რომლებშიც იყო, აი გამოქვაბულშიც მოუწია თუ სწორად მახსოვს რაღაცა პერიოდი. მაგრამ თევზების ძირითადი კატეგორია წყალში. წყალში. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. დედამიწიდან არ ვარდებით, იმიტომ რომ გვაკავებს დედამიწის მიზნობის ზალა, სიყვარული, უხილავი ჭერი თუ ხავს
ვეკიდებით. სწორი პასუხი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს უნდა იყოს სწორი პასუხი, არის სიყვარული. მაგრამ 100 უპასუხებ. მაგრამ ამ შემთხვევაში 100 უპასუხებ დედამიწის მიზიდულობის ძალა. რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია და 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რომელი ხმოვანი არ ფიგურირებს 7 მუსიკალური ნოტის სახელწოდებაში? A E ჩამოთვლილი გაქვს უკვე. I თუ U. U D U. რო ჩამოვთვალოთ ის Do re mi fa sol la si do. კი ბატონო. Nice. ანუ U. და გამომწვანეთ. 200 ლარი თქვენია. სულ სხვანაირად ლამაზია აქ მწვანე ფერი. სულ სხვა მწვანეა. სულ სხვა მწვანეა. კი ბატონო. მეოთხე კითხვა, ლადო. 250 ლარი. ამ ცხოველებიდან რომელი გაიმარჯვებდა ყველაზე შორს მანძილზე ხტომის ჩემპიონატში? რეკორდსმენები რომ შეგვეჯიბრებინა. ბაყაყი, კალია, ორივე კარგად ხდება სპორტში. მაგრამ არც ერთია ცხოველი. კურდღელი თუ კენგურუ? სწორი პასუხია D კენგურუ. D კენგურუ. ამ ცხოველებიდან ბაყაყი თუ იცით რამდენ მეტრს ხდება? არ ვიცი, მაგრამ 5 მეტრამდე ხდება ბაყაყი. სხვათა შორის კალია მასშტაბიდან გამომდინარე, შეიძლება კენგურუზე უფრო დიდ მანძილზეც ხდება. იმიტომ რომ პატარა მასშტაბიდან გამომდინარე, კი. მაგრამ ცხოველი არა. მეტრ ნახევარზე ხდება კალიას შეუძლია. ხო, შესაბამისად გაცილებით პატარა ზომო. 12 მეტრს ხდება, წარმოგიდგენთ? ჩემ ნამდვილად ჩემპიონია ამ ამბავში. კი. მივედით გარანტირებულ 300 ლარამდე და თუ სწორად ვიპასუხეთ, გარანტირებული 300 ლარი, რომელსაც ხელს ვერ აღარახლებს, თქვენი იქნება. მაგრამ გასანულებლად დისნეიში სამოგზაუროდ არ მეყოფა. რა თქმა უნდა. მაშასე მეხუთე კითხვა 300 ლარი. რომელი ტემპერატურის დაფიქსირების დროს დაგვიწყება? 0 გრადუსი, 38 გრადუსი, -3 გრადუსი, -28 გრადუსი. ამ შემთხვევაში ალბათ B38 გრადუსი, მაგრამ აი 0 გრადუსზე სავარაუდოდ სადაც მაგარი ყინვა შეიძლება დაგვიწყეს. შეიძლება დაგვიწყეს. ჯერ არ გამომიწია, მაგრამ საინტერესო მე ნამყოფიერ სხვადასხვა -47 გრადუსში და არ იქნებოდა დიდად სასიამოვნო. იყო ისინი იქაც ხანდახან წყელოდა ხოლმე ამის დროს. მაგ დროს ნებისმიერ გრადუსზე შეიძლება და ამ შემთხვევაში B38 გრადუსი. B38. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია. როცა სწრაფად მივიდეთ წინ, გვაქვს ხელუხლებელი 3 დახმარება და მეექვსე კითხვა 400 ლარი. შექსპირის რომელმა გმირმა თქვა, ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის. A. რომეო, B. მეფე ლირმა, C. ჰამლეტმა, თუ D. ოტელო. რომეო გამოვრიცხოთ. რატო? არ ვთქვამს. არ იტყოდა ესეთ რამს. არ იტყოდა. იმისთვის ყოფნა იყო ყველაფერი რომ ჯულიეტასთან ერთად. კი ბატონო. მეფე ლირსაც ძალიან რთული სიტუაციები ჰქონდა, მithometes თავის ქალიშვილების ამბებში, მაგრამ ყოფნა არ ყოფნა, როგორც მახსოვს თქვა ჰამლეტმა. როდესაც მამის აჩრდილს ელაპარაკებოდა, რატოღაც ეგრე მახსოვს. შეიძლება ვწდები. შეიძლება არ ვწდები. ანუ საბოლოო პასუხია? იყოს C ჰამლეტი. C. ჰამლეტი. სწორად გახსოვს ლადო, სწორად გახსოვს ამბულად. 400 ლარი თქვენია. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. ნანა ჯორჯაძის რომელ ფილმში ითამაშა ფრანგმა მსახიობმა პიერ რიშარმა 1996 წელს? A. გაქცეულები, B. 27 დაკარგული კოცნა, C.
რობინზონია და ანუ ჩემი ინგლისელი პაპა. და შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. არა ჩაოლებელია. კი, შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. საბოლოო პასუხი? და შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. შეყვარებული კულინარიის 1001 რეცეპტი. ეს სწორი პასუხია. და 500 ლარი შენია. სხვადასხვა გადაცემაში მყავდა სტუმრად olga babluyani, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა პიერ რიშართან და იქ მოყვა რომ ძალიან თბილად იხსენებდა საქართველოსო და ახსოვდა კარგი მოგონებები საქართველოსთან. ძალიან კარგი, რატო? დახმარებები არ გამოგვიყვენებია, გვაქვს ისევ, კარგად მივიწევთ. და მერვე კითხვა. 1000 ლარი. რომელი ქვეყნის საიდუმლო დაზვერვის უფროსია ბლეიზ მეტრელი? A. გაერთიანებული სამეფოს. B. ამერიკის შეერთებული შტატების. C. საფრანგეთის. თუ D. გერმანიის. ლეგენდარული Mi-6-ის ხელმძღვანელია ქალბატონი ბლეიზ მეტრეველი, რომელსაც მე მგონი არც თუ ისე დიდი კავშირი არ აქვს საქართველოს და გარდა გვარისა. გაერთიანებული სამეფოს. სუსტად მახსოვს კი. A. გაერთიანებული სამეფოს. 1000 ლარი შენია. ძალიან კარგი. კარგად მივდივართ ლადო. სამი დახმარება გვაქვს და წინ მე-9 კითხვა 2000 ლარი. ბიტლზის ალბომის ედი როუდის ცნობილ ყდაზე 4 მუსიკოსიდან რომელი გადადის ზებრაზე ფეხში შვედ. გახსოვს ეგ მომენტი კარგად ალბომიც მახსოვს და ქავერიც მახსოვს. კი ბატონო. იქი დააზა. A. ჯონ ლენონი. B. პოლ მაკარტნი. C. ჯორჯ ჰარისონი. თუ D. რინგო სტარი. Ringo Starr. იარო იქნება ჯორჯ ჰარისონი, იმიტომ რომ რაღაც რელიგიურ სექტაში იყო. Ringo Starr. რაღაც ეგეთ მიმდინარეობდა, ფეხშველა სიარული და რაღაცები უყვარდა. მაგრამ რთული გასარისკია. მოდი მეგობრის დახმარებას გამოვიდე. ის თან რეკავ? ნიკოლოზ ჭურაძე ჩემი მეგობარი. ნიკოლოზთან. კი ბატონო. ვიყენებთ დახმარებას ზარი ახლობელთან და რეკავთ ნიკოლოზთან. And he uses a Wi-Fi. შეიძლება ახსოვდეს? იმედი მაქვს რომ იმახსოვრება. ალო. ნიკოლოზ მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ, ბატონო, გამარჯობა და მოგესალმებით. ლადო მიზის ახლა მე წინ გოგოლაძე და თქვენი დახმარება სჭირდება. სადაც კი ბატონო. დიახ, თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ლადო თავად დაგისვამთ კითხვას და დრო ჩაიწო. ნიკოლოზ ებიროუძე ბიტლზის ალბომის ყდაზე ფეხში შველი რომელი გადადის ზებრაზე ლენონი მაკარტნი ჰარისონი თუ რინგო სტარი. ბიჭო, როგორც მახსოვს მაკარტნი გადადის, იმიტომ რომ ის არის მე მიყვება ღმერთი რა. მაკარტნის სიკვდილის თეორია იყო და თუ სწორად მახსოვს ფეხშველი მაკარტნი არის. ფეხშველი მაკარტნია, შენ გენაცვალე მე სწორად გავრეკე. მახსოვს კი. ანუ ერთი მესაფავია, ერთი ღმერთია, ერთი მეგონა სიკვდილი და მაკარტნი არის მეგონა ბაზრის თეორიის მიხედვით და ფეხშველი და იყოს რა. ზუსტად დრო ამოიწურა ვერსია ნიკოლოზმა. ხო, ჩემი ვერსია გავაბათილა, მაგრამ ენდობი? კი, ვენდობი, იმდენად კარგად ჩამოაყალიბა თან თეორია, რატოც იყო რომ კარგად ჩამოაყალიბა, მაგრამ მე გავთხილებ, ლადო, თუ კარგა ყველა ხო არასწორი იქნება თქვენ ჩამოხოთ 300 ლარზე. ხო, არა, მიუხედავად მაგისა, მაინც ვენდობი ნიკოლოზ და პოლ მაკარტნი. ანუ საბოლოო პასუხია? B პოლ მაკარტნი. B პოლ მაკარტნი. როგორ თქვა ჰარისონი, თან ფიქრობდი ჰარისონს. დრო ვერსიები თქვი. Come on. და არ დაგეჯერები და მეგობრისთვის. თქვენ წააგეთ. 2000 ლარი თქვენია. მადლობა ნიკოლოზ. მადლობა ნიკოლოზ. მიუახლოვდით გარანტირებულ 3000 ლარს, ანუ მეათე კითხვა
გაქვს ორი დახმარება და მეათე კითხვა 3000 ლარი. რომელი ქართველი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში და დაკრძალეს ბელარუსში ვიტებსკის ოლქის საძმო სასაფლაოზე. A. დუტუ მეგრელი. B. გიორგი ხუჩიშვილი. C. ტერენტი გრანელი. D. მირზა გელოვანი. ყველა მოკლედ აქირათვის ნახვით გამახსენდება თმები შოლტები როგორ არ მინდა მაინც მიდიხარ მაინც გშორდებ მირზა გელოვანი აღარ სჭირდება სავარაუდოდ რომ შეგეკითხოთ 100%-ით დაწოდებული ხართ მეთქი თუ არა და გარანტირებული ლარი თქვენია. ეხლა უფრო თავისუფლად ვიტყვი. He still has 2 lifelines. This is good. This is good. He still has 2 lifelines. მე-11 კითხვა. 6000. He actually has a chance here. რამდენ გრადუსზე ემთხვევა ერთმანეთს ცელსიუსის და ფარენჰაიტის შკალებზე ტემპერატურის მაჩვენებელი? A +35, B +105, C -40, D -58. ფარენჰაიტი მაღალია უფრო. +105 ძალიან ბევრი მგონია. რომ ფარენჰაიტი 911 ძალიან მაგარი ციგნი რო არის წვის ტემპერატურა. წვის ტემპერატურა 35 რო იყოს 911 რო გავყოთ 35-ზე კარგად ჩდება. ასხუთი და პლუსია რო ამახსოვს. ასხუთია 35 მაგას ვეღარ ვიხსენებ. აი ეხლაც რომ მქონდეს მეგობრის დახმარება იდეალური იქნება. ეხლა 50-50-ზე გქონდა. და დარბაზის დახმარება. ასევე დარბაზის დახმარებით. მოდი დარბაზს რო გავუიოლოთ საქმე. გამოვიყენებ ჯერ 50-50-ზე. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერს თხოვ, წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. ორივე ვერსია. პირიქით მას ანუ პირიქით. ბატონო, რაც გქონდა წაიშალა. ხო, ანუ პლუს-მინუს შევირია. აი როგორი დახმარება გააკეთა ახლა კომპიუტერს. დიდი მადლობა. მაშინ ესე იგი ეს 58 არ იქნება. მოდი გავრისკოთ და იყოს -40. ამ შემთხვევაში არაფერს არ კარგავს. არაფერს არ დავკარგავ ზუსტად მაგითო და მოდი იყოს უბრალოდ შეგიძლია გავაორმაგო. ხო, მოდი იყოს დარბაზის დახმარება. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. კი ბატონო, ვიყენებთ დარბაზის დახმარებას და ვინც იცის სწორი პასუხი, ვთხოვთ რომ აწიოს ხელი. აბა? სამწუხაროდ ვერ. Okay. დარბაზში ხელს არავინ არ იწევს, ეს დახმარება შეგინარჩუნდება თქვენ და ახლა კი თქვენზეა. გარისკავთ თუ 19 ვხვდები 40 წლის. დიახ. და მოდი იყოს 40. საბოლოო პასუხია? -40. C -40. Here we go. Has he done it? 40. Still has a lifeline. პატარა. აი ასაკია, პატარა აღარ. ასაკიც კარგია და პასუხი სწორია. 6000 ლარი გაქვს. და ასევე ერთი დახმარება. მადლობა ჩემშობლებს რომ 86 წელს გამაჩინდეს და შესაბამისად გავხდი 40 წლის. ძალიან კარგი, რადო 6000 ლარი გაქვთ. ერთი დახმარებაც. This is looking good. მე-12 კითხვა. Let's see. 12,500. ელ აპოსტოლ არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაიღეს Yeah, but that's only an hour and a half away. Plus you're in a medical. You're in a medical ambulance. ესპანეთში, Do you know what I mean? There's a big fucking difference. მექსიკაში, Traveling with medical staff who are trained to help you. კოლუმბიაში, 3.5 hours away with a person who's not fucking trained to help you, doesn't know how to fucking help you. Ooh.
ფაქტია რომ სახელი უნდა გამოვიდეთ. ახლა აპოსტილით დამოწმება რაღაც კანონიერების ამბებია და რაღაცაა და ანიმაციური ფილმია. She's going to seize up when she gets to Grimsby. სრულმეტრაჟია. პირველი. თან პირველი სრულმეტრაჟიანი. I think she's made an irrational decision. არ მოგატყოთ ვერსია, მაგრამ დარბაზ თუ ექნება დახმარების სურვილი, გამოვიყენებ. მაშინ დარბაზს მივართავ და ვიყენებ დარბაზის დახმარებას. ვინც იცის? შორი პასუხი ხელი აიწიოს. აპოსტოლ არის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაიღეს, აბა თუ ვინმე მიცის? Anyone? გონი ამჟამადაც არ გვაქვს. ამჟამად პასუხიც არ მაქვს. ძალიან რთულია, ხო, ელ დასაწყისით რო იყო მივხვდი რომ რაღაც ლათინურ ქვეყანაში იქნებოდა, მაგრამ ოთხივე ისეთი პასუხია, რომ ოთხივე შეესაბამება. მაინც მგონია რომ ესპანეთში იქნებოდა შეიძლება რაღაც ფრანკოსიდია. Really if he gets this right. ვიცი მოკლედ რა. მე შეგახსენებ რომ შენ თუ არასოდეს უპასუხებ, ავტომობილში ჩამოვარდები 3000 ლარზე და კარგავ 3000 ლარს. ხო, აი სამი უპასუხე, მაშინ გააორმაგებ. სამი სურვილი და რისთვისაც მინდოდა დახარჯული თანხა მომიგო, ეს ყოფნის ბავშვებს წავიღვა დისნეილენდში. გაიძრეთ გოგო. და ამიტომ შეწყვეტ. შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და შეწყვეტ ახლა მარჩიელობა გამომივა, ანუ ვერსია როგორც ასეთი რაღაცა მანიშნებელი რო იყოს არ მაქვს და ჯობია რომ შეწყვეტ. კი ბატონო, ჩვენ წყვეტ თამაშს. Oh, he's what? რას უპასუხებთ? რატომ გაგონია ესპანეთი? ეს არის You would have been wrong, dude. გადაიღეს. კარგია რომ არ გარისკეთ. და მიდიხართ დისნეილენდში. ახლა და მეორე 6000 ლარი. პრემია, მადლობა $6,000. მადლობა საქართველოს საზოგადოებრივ But I want lose contact with them. I think as a boy that has gone through მაშასე ჩვენ მაგზელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხო, მიესალმოთ, დავით კაბანაძე. Well, he's starting college in September and he's doing catering in the hospitality დავითი არის 23 წლის გორიდან. ჩემი საყვარელი ქალაქია, შოთიშორის თამაშობ იქ სპექტაკლებს თეატრში, გორის ერისთავის. მე ხშირი სტუმარი ვარ. ხშირი სტუმარი ძალიან კარგი მოხარულია. დავითი არის პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე, ხო? აი რას უცებ რო გითხრათ? დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქედან გამომდინარე ვარ საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე. და ახლა რა საქმეა? ახლა მუშაობ ერთ კომპანიაში და ვარ გრეთდამსახურების ექსპერტი. შვენიერი და სტუდიაში ვისთან ერთად მომძალეთ? ჩემს მეგობართან ერთად და თან ხედესთან ერთად. მოგესალმებით. და ალბათ აფიქრი გეკნება რომ მოიგებ 100,000 რასაპირო. ნაწილს ალბათ მოგზაურობაში დავახარჯავ, თუმცა უფრო დიდ ნაწილს დავამატებ ბინის ფულს და ძალიან კარგი, დავით, წარმატებებს გისურვებ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ ასევე სამი დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღო მოგებული თანხა, ხოლო თუ არასოდეს უპასუხებ მაშინ დაგარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია რომ ყველაფერი მზად ხარ თამაშისთვის. ძალიან კარგი. მაშასე ჩვენ თამაშობთ თამაშს, შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რამდენი კუთხე აქვს? 6 კუთხეც. 4 5 3 6 იმდენივე რამდენიც გვერდი 6 6 რა თქმა უნდა ეს სწორი პასუხია 100 ლარი თქვენია
video. მეორე კითხვა. 150 ლარი. ჩამოთვლილთაგან რომელია ზოდიაქოს ნიშანი? მარტორქა, ირმის რქა, Jesus ხის რქა, I've been to Durham. ჯიხვის ხანძი. Wow. რა თქმა უნდა თხის რქა. რა თქმა უნდა თხის რქა. Jesus. See, no, I doesn't know. 150 ლარი შენია, დავით. ჯიხვის ხანძი, კარგი, ჯიხვის ხანძი. გადაშორის ვერძი ვარ და ვერძი ჯიხთან ახლოს არის. ჯიხთან ახლოს არის კი ბატონო. მესამე კითხვა. 200 ლარი. ქართული ანდაზის მიხედვით რა მოიყვანა მელამ თავის მოწმედ? თათები, ულვაში, So I don't live by time. მეგობრები, I can't live by time. I don't know how to. ჯე კუდი. დე კუდი. 200 ლარი შენია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. 10 გამომრავლოთ 10 times 0 equals 10. 0-ს 10 It equals 0. 100 თუ 1000. ნულზე გამრავლებული ნებისმიერი რიცხვი ნულია. ამიტომ A0. ამიტომ A0. და 250 ლარი შენია დავით. ეს სწორი პასუხი იყო. მივედით გარანტირებულ 300 ლარზე სწრაფად და მეხუთე კითხვა 300 ლარი. დამსინა არის ინგლისურიდან ქართულში დამკვიდრებული ჟარგონი, რომელიც ნიშნავს, რომ ვინმე შეტყობინება ნახადა არ უპასუხა, არც კი წაიკითხა, ნახადა პასუხი გასცა, თუ სმაილი მიუწერა. აი სმაილი. დამსინა არის ნახადა არ უპასუხა. დამსინა არის ნახადა არ უპასუხა. გავაყროთ A. 300 გარანტირებული ლარი შენია დავით, რომელსაც ვერავინ ვეღარ წაგაცნობს. დაუშვილი ხარ მინდოს. შინაც. ძალიან კარგი. 3 დახმარება გვაქვს. და წინ მე-6 კითხვა. 400 ლარი. დაასრულეთ ფრაზა ცნობილი ქართული სიმღერიდან. ანთელებით დავდები. A. შაქარებით დავთქვები. B. ღვინით დავთხრები. C. ბადაგივით ავდუხდები. თუ D. ჩიტივით ავჭიკჭიკდები. გახსოვს ეს სიმღერა, დავით? რა თქმა უნდა მახსოვს. ანთელივით დავდნები. შაქარივით დავთქვები. თქვენი პასუხია? შაქარივით დავთქვები. შაქარივით დავთქვებით. ძალიან კარგი, ეს სწორი პასუხია და 400 ლარი შენია. შაქარივით თქობა კარგია, დავით და წინ მე-7 კითხვა. 500 ლარი. ცნობილ ქართულ ფილმში რა ქვია სერგო ზაქარიაძის პერსონაჟს ჯარისკაცის მამას? A. დავითი. B. გიორგი. C. ყარამანი. თუ D. ოთარი. თუ სწორად მახსოვს, გიორგი შვილს ერქვა. თვითონ ჯარისკაცის მამა, როგორც მახსოვს, იყო დავითი. ზუსტად გახსოვს? 90%-ით. ფილმი ნანახი გაქვს? რა თქმა უნდა. შეიძლება პირიქითაც იყო. გიორგი იყო მამა და დავითი. აი ეს ორი სახელი მახსოვს. გიორგი ერგა თვითონ გამახსენდა. გიორგი იყო? და თვითონ ჯარისკაცის მამა. გადავაწყვეტ ხო არ გინდა დახმარებით? არა. არა. საბოლოო პასუხია? B. გიორგი. B. გიორგი. This is about popcorn. You're in trouble. Hello.
და თუ შვილს ერქვა გოდერძი. და არა დავითი. Yes, I have a lot of Pokemon cards. და ჯარისკაცის მამას ერქვა გიორგი. Because I გოდერძი, შვილო. აი გამახსენდა. ავტომატიზმია. ხუთასი ლარი შენია, დახმარებები გვაქვს სამივე და მე ვეკითხვა 1000 ლარი. რომელი გუნდის წინააღმდეგ გაიტანა მარადონამ ღმერთის ხელით ცნობილი გოლი? all right. A. ესპანეთის. Yeah. B. იტალიის. C. ინგლისის. D. ჰოლანდიის. მე მახსოვდა რომ კლუბს გაუტანა ეს გოლი. როგორ გახსოვდათ? კლუბს გაუტანა და არა ნაკრებს. 20 grand. They must be like first edition or something. დარბაზის დახმარებას. დარბაზის დახმარებას. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, თხოვთ რომ ხელი აწიოს. რომელ გუნდის წინააღმდეგ გაიტანა მარადონამ ღმერთით ხელის ცნობილი გოლი? They're bringing Wakanda ერთი down სურვილი to არის დარბაზში. აბა გაგვეცანით? მადლობა და თამაშია უკლეთ მათრისთვისაო შავი დღისთვისაო მადლობა მეცხელს გოლი გაუტანა ინგლისის ნაკრებს მადლობა მოკლედ დავით დარბაზიდან ერთი პასუხია მხოლოდ ეს არის C ინგლისი და თქვენი მეგობრის დაფიქსირებული და ეთანხმებით ენდობით არ გადავამოწმოთ სხვაგან და ვენდობით და საბოლოო პასუხია C ინგლისი C ინგლისის That sounds. Tell you what, when I come down. ეს სწორი პასუხია. 1000 ლარი შენია. All right. Yeah. დაგვჭირდა ორი დახმარება. და მეცხრე კითხვა. 2000 ლარი. ვინ ითვლება კათოლიკურ ეკლესიის პირველ პაპად? Yeah. I've got Pokemon Scarlet and Violet now on my Nintendo Switch. პეტრე მოციქული. I haven't played that in a while. The game cards are in my room. Ioane ღვთისმეტყველი თუ D მათე მახარებელი. Both guys doing pretty good. რამე ვერსია თუ გქონდა? ორი ვერსია მაქვს CD-ში. რომელი? ან პეტრე მოციქული, ან ანდრია პირველწოდებული. რატო? თითქოს პეტრე მოციქული მახსოვს, საიდან. და ანდრია პირველწოდებული უფრო სხვა მხარეს მახსენდება. სიმოკანელთან და მედრედისთან ერთად, რომელმაც ეკადაგეს ქრისტიანობა საქართველოში თუ არ ვცდები. ამიტომ მოდი პეტრე მოციქულს დავაფიქსირებ. დახმარებით ხო არ გადაამოწმებ? მოდი ამ ეტაპზე ჩემს ინტუიციას ვენდობი. დიახ. და პეტრე მოციქულს დავაფიქსირებ. საბოლოო პასუხი. პეტრე მოციქული. პეტრე მოციქული. დავით შენმა ინტუიციამ გაამართლა და 2000 ლარი შენია. ძალიან კარგი. მივახლოვდით მეათე კითხვას. რასაც ნიშნავს, რომ გარანტირებული 3000 ლარი შენი გახდება თუ სწორად უპასუხებ. მეათე კითხვა 3000 ლარი. ვინ გადახადა საკუთარი რამდენიმე ნახატი კატარაქტის ოპერაციის მერე? კლოდ მონე. B. ედუარდ მანე. C. პოლ სეზანმა. თუ D. პიერ ოუგუსტ რენუარმა. ალბათ 4-ვეს გაკეთებული აქვს ეს ოპერაცია. ხო. დიდად ხელოვნებასთან ახლოს. შეიძლება სამს არ კონდეს და ერთს კონდეს. აქაც ორ პასუხს შორის გავიჭედო. რომელი?
მე მახსოვს რომ კოდმონის აქვს გადახატული თავის ნახატები და სეზანსაც თუ სწორად მახსოვს. სამოდ დახმარებას გამოვიდგინე. რომელს იყენებ? 50-50. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. კომპიუტერს ხო? წაგმიშალოს ორი არასწორი პასუხი. ორივე ვერსია დავით დარჩა. კლოდ მონე თუ პოლ სეზარმა. კიდევ ერთი დახმარება გაქვს და შეგახსენებ. მოდი ახაც გავრისკავ. დიახ. და ისე ინტუიციას ვენდობ და დავაფიქსირებ C პოლ სეზანს. თუმცა საბოლოო პასუხია თუ აი მონეს მახსოვს რომ თუ გარისკავ და პასუხი სწორი იქნება გარანტირებული 300 ლარი შენ იქნება, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ 300 ლარზე ჩამოვერდები და დაკარგავთ 1700 ლარს. აი მონეს მახსოვს რომ ნამდვილად აქვს თავის ნახატები გადახატული. და სეზანის აქაც 50-50-ზე გავრისკავ და იყოს კლოდმონე. კლოდმონე. შეცვალე ესე. შეცვალე. ბოლო წუთს. ზოგადად არ მეყვარს პასუხის ცვლილება, იმიტომ რომ პირველ სასაც ვფიქრობ ყოველთვის ეს არის ხოლმე მართალი. თუმცა ამ მომენტში თითქოს გული უფრო მონეს მიგწნობს, რომ მონე უნდა იყოს პასუხი. ანუ დავით საბოლოო პასუხია? კლოდმონე. კლოდმონე. პირველი სეზანი დაასახელე, ხო? და ბოლო წუთს შეცვალე. შენი გადაწყვეტილება. არადა რასაც პირველი ფიქრობ და ამბობ ხოლმე ის თითქმის ხშირ შემთხვევაში როგორც მითხარი მართალია ხოლმე. რომ გეთქვა დავით პოლ სეზანი და არ შეგეცვალა ბოლო წამს გადაწყვეტილება არასწორი იქნება. გარანტირებული 3000 ლარი შენია. ძალიან კარგი, დავით. თუ შეცვალე ბოლო წამს გადაწყვეტილება. კარგია რომ გულსვენთ. გაქვს ერთი დახმარება ზარი ახლობელთან და მე-11 კითხვა 6000 ლარი. ვინ იყო გაეროს პირველი ოფიციალური გენერალური მდივანი? უტანი B. Dag Hammarskjöld C. Kurt Waldheim და D. ტრიუგველი. ვიცით ეს პიროვნებები? არც ერთი სახელი არ მახსენდება ამ მომენტში. Dag Hammarskjölds მახსენდება. რომელი? B და C მახსენდება. B და C. რასთან მიმართებაში აი მაგას ვერ ვიხსენებ. მეგობარსაც არ ეცოდინება რომ გამოვიყენოთ და შეიძლება მეგობარმა იცოდეს. მოდი გამოვიყენებ მეგობრის დახმარებას. ვიყენებთ ზარი ახლობელთან და ვისთან ვეკავთ დავით? ჩემს მეგობართან აკაკისთან. აკაკისთან. კარგი, ვიყენებთ ზარი ახლობელთან და ვეკავთ აკაკისთან. აკაკი, გამარჯობათ. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. კი ბატონო, გამარჯობა. დათო მისის ახლა კაბანაძე მე პირისპირ სათამაშო და თქვენი დახმარება სჭირდება. თუ სწორად უპასუხა 6000 ლარს მოიგებს. ვახ, გისმენთ. 30 წამი გაქვს დრო და დათო თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო მიდი ალბათ. ჩაითო. აკაკი, ვინ იყო გაეროს პირველი ოფიციალური გენერალური მდივანი? უტანი, Dag Hammarskjöld, Kurt Waldheim თუ ტრიუგველი. იდეაში მე უფრო უნდა მახსოვდეს ეს, მაგრამ შენ ხო არ გახსოვს? თავად პასუხები ჩამოვითვალე კიდე. უტანი, Dag Hammarskjöld, Kurt Waldheim თუ ტრიუგველი. ვახ.
მე ვფიქრობ ტრიუგველის უფრო. 5 წამი? ბიჭო, იგი არ არის დრო ამოიწურა და პასუხით სავარაუდოდ ვერ მოასწრო აკაკი. დახმარებები აღარ გვაქვს დათო. დასაკარგიც არაფერი. შეგახსენებ რომ თუ გარისკავ იგებ 6000 ლარს, ხოლო თუ არასრულად მოპასუხეთ დასაკარგი არაფერი გაქვთ, 3000 ლარი გარანტირებული გაქვთ. ასე რომ ისევ ინტუიციის იმედზე. ინტუიციის იმედით. მოდი იყოს D ტრიუგველი. საბოლოო პასუხია? კი ბატონო. D ტრიუგველი. კომპიუტერს ვთხოვ რომ გვაჩვენოს სწორი პასუხი. ლარი შენია. დავით. კი ბატონო. ეს გახავთ ტრიგველი. ინტუიცია არ გალატობს. დახმარებები აღარ გვაქვს, მაგრამ წინ მე-12 შეკითხვა 12500 ლარი. ამათგან რომელმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში დანარჩენებზე ადრე? A. Knut Hamsunma. B. Thomas Mannma. C. Ivan Buninma. D. Anatol Fransma. ჯობდა აქ ამერიკა. რატო ჩაიცნიდა? ჯობდა აქ გამეყენებინა და მეგობრების დახმარება, იმიტომ რომ ლიტერატურაში უკეთ ერკვევა ბევრად. რამე ვერსია თუ გაქვს? ერთადერთი გამოვრიცხავ თომას მანს. რატო? მის შემოქმედებას ასათო ისე ვიცნობ და მახსოვს ცოტა გვიანი იყო უფრო. დავით, მე შეგახსენებ რომ თუ გარისკავ და ისე სწორი იქნება თქვენი პასუხი, თქვენ მოიგებთ 12500 ლარს, ანუ